Არბეული მიტინგი და დაშავებული მომიტინგეები, როგორ განვითარდა მოვლენები თბილისში რუსთაველის გამზირზე 2011 წლის 26 მაისს. აქციის დაშლის დროს 4 ადამიანი დაიღუპა, სპეცრაზმი ჟურნალისტებსაც გაუსწორდა. Როგორ იხსენებენ 3 წლის წინ განვითარებულ მოვლენებს დაზარალებულები და როგორ აფასებენ ხელისუფლების ქმედებას ექსპერტები, ნახეთ დროს რეპორტაჟში. ადამიანების უპრეცედენტო დასჯა ასე აფასებს 3 წლის წინ რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ჟურნალისტი დარეჯან პაატაშვილი. 2011 წლის 26 მაისს, მაშინ როცა ხელისუფლება საზეიმოდ ემზადებოდა, რუსთაველზე ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. 25 მაისს გვიან ღამით ხელისუფლება მანიფესტაცია ოფიციალურად არასანქცირებულად გამოაცხადა, შეიარაღებულმა პოლიციამ ტერიტორია ალყაში მოაქცია და მომიტინგეთა დასაშლელად ხელმსადენი გაზით, წყლის ჭავლი, რეზინის ტყუები და ხელკეტები გამოიყენა. ზუსტად 12 საათზე წამოვიდა რაღაც საშინელი თან წვიმდა, ხილვადობას უშლიდა ხელს. ზუსტად 12 საათზე დაიწყო საშინელი სისასტიკით დარბევა და ხალხს არსად არ ქონდა გასახსენდო. მე ხალხთან ერთად ვიყავი მათ ნაკადში, ვერც საიდან ვერ ვიპოვე თავშესაფარი, სადმე თავი შემეფარებინა და უბრალოდ რედაქციაში დამერეკა და ინფორმაცია გადამეცა. რომ არა 2011 წლის 26 მაისი არ იქნებოდა 2012 წლის 1 ოქტომბერი. აცხადებს სახალხო კრების ერთ-ერთი აქტიური წევრი გიორგი ბათიაშვილი. მისი შეფასებით 26 მაისის აქციამ ქვეყანაში პოლიტიკურ ცვლილებებს დაუდო საფუძველი. ამ დღის გახსენება უმძიმს მურმან დუმბაძეს, რომელიც 3 წლის წინ წინანდელი პროცესების უშუალო მონაწილე იყო. სწორედ 2011 წლის 26 მაისს მოხდა უზარმაზარი გაბრძოლება, შებრძოლება ჩვენი საზოგადოების თუნდაც მცირე ნაწილის, ჩვენი პატრიოტი მოქალაქეების იმ სასტიკ რეჟიმთან, რომელიც დაამყარა თავისუფლ მიხეილ სააკაშვილს. 2011 წლის 26 მაისმა გადამწყვეტი როლი ითამაშა შემდგომ უკვე სააკაშვილის რეჟიმისაგან ქართული ხალხის განთავისუფლებაში. მე როგორც ერთ-ერთი ყველაზე უფრო მთავარი მონაწილე და ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაზარალებული 26 მაისის აქციიდან, მე ნაკლებად მინდა გავიხსენო 26 მაისი, როცა სააკაშვილის ხელისუფლებამ მოახერხა, რომ სახელმწიფოებრივი აღდგენის დღეს 2011 წლის 26 მაისს მდგომარე მიტინგი დაერბია, ალყაში მოექცია და 5 ადამიანი მოეკლა რუსთაველის ქუჩაზე. 26 მაისის შემზარავი ფოტოების გადაღებას უკავშირებს მის დაპატიმრებას ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ალია ჰოლდინგის ჟურნალისტი გიორგი აბდალაძე. პრინციპში ყველა ველოდებოდით, რომ დაშლა მოხდებოდა იმ აქციის, რომელიც პარლამენტის წინ მიმდინარეობდა, თუმცა არც ეს არ გვიგონა თუ ესეთი სისასტიკით მოხდებოდა ამ აქციის დაშლა. მისი გადაღებას ჩვენ მოვახერხეთ და შემდგომში უსხოლო პრესაში გამოაქვეყნეს ჩვენი ფოტოები. პრინციპში დღემდე მაგის ვარაუდი მაქვს, რომ მაგ კადრების გამო დაგსაჯეს ის რეპორტერები, ვინც აქ მუშაობდნენ. სამართალდამცავების მიერ უფლებამოსილების გადამეტებასა და ხელისუფლების მხრიდან ძალის დემონსტრირებაზე საუბრობენ ექსპერტები. ეს იყო ანგარიშსწორების მაგალითი, რომლის შემდეგაც არც ხალხს და არც ხელისუფლებას უკან დასახევი გზა აღარ დარჩა. ასე აფასებს 26 მაისის აქციის დარბევას პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე. მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელი ხელისუფლება იცავდა 26 მაისის მოვლენები რუსეთის მიერ დაგეგმილ სცენარად წარმოეჩინა და შეეფასებინა როგორც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და ამით გაემართლებინა თავისი სისასტიკე. საქართველოს მოსახლეობისთვის ეს მართლაც იქცა გარდამტეხ მოვლენა. მშვიდობიანი დემონსტრაციის დაშლის დეტალებს იხსენებს დავით ლორიას, რომელიც რუსთაველის გამზირზე ბათუმიდან ჩასული ახალგაზრდების ჯგუფს ხელმძღვანელობდა. დაახლოებით 5000 მშვიდობიანი მომიტინგე არ შეუშინდა და ბოლომდე დაუდგა იმ ბანდ ფორმირებებს, რომელსაც ხელმძღვანელობდა გვამების დამკვეთი ვანო მერაბიშვილი და ისინი იყვნენ შეიარაღებული კბილებამდე და მათ სამხედრო ძიმე ტექნიკაც კი ყავდათ გამოყვანილი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევისას 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი სამართალდამცავი. სპეცრაზმელები განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ ჟურნალისტებსაც.